ნიკოლ, მითხარი, რომელიც ჩვენგანი წავა პირველად პაემანზე? სულ პირველად. ვის ეყოლება პირველი შეყვარებული? არც ერთ თქვენგანს არ გეყოლებათ. ზლატა ვერასოდეს იპოვის კორეელს, იმიტომ რომ კორეელებს იგი საერთოდ არ მოსწონს. რატომ? მე საყვარელი ვარ. შენ ხარ ის, ვინც ფიქრობს, რომ საყვარელი ხარ და კორეელებს მეტი სჭირდებათ. რას ამბობ? ესა შეესაბამება სიმართლეს. მე მეყოლება კორეელი. ჰო, პეპელა, მას უბრალოდ ძინავს, გახსოვს როგორ მითხარი? და მე როდის შეხვდები ჩემს სიყვარულს? ლედი დიანა ალასდროს მოგაქცევს ყურადღებას. მას მდიდარი და ძლიერი კაცი სჭირდება. შენ კი ქათამი ხარ. ნიკოლის სიტყვებში არის რაღაც სიმართლე. არა, მართალი, დიანოჩკასთან ვიქნები, ერთად ვიქნებით და სამუდამოდ ვიცხოვრებთ ერთად. ის ჩემი იქნება. მე მას ასე დიდხანს ჩავეხუტები. ავიღალე ამ ყველაფრით, მოდი გავაღვიძოთ იგი. თქვენ თქვით რომ მისი გაღვიძება არ შეგვეძლო? არ მაინტერესებს, მოდი გავაღვიძოთ იგი. ნიკოლ, გაიღვიძე. ნიკოლ! ჩანდაბა ის არ იღვიძებს. გუგლში ჩავწეროთ როგორ გავაღვიძოთ იგი. მოდი გავაკეთოთ. როგორ გავაღვიძოთ თვარეული ადამიანი. რა წერია, უფრო სწრაფად წავიკითხოთ. ნათქვამია რომ თვარეულებს შეუძლიათ ჩვენი მოსმენა. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ყველაფერი მოისმინონ ხოლმე. მათი ხმაურით გაღვიძება უსაფრთხო არ არის. ჩვენ უბრალოდ უნდა უთხრათ თვარეულ ადამიანს ისეთი რამ, რომ მასზე შოკი მოახდინოს. რა შეიძლება მოახდინოს მასზე ასე ძლიერი შთაბეჭდილება, რომ გამოიღვიძოს? არსებობს ერთი იდეა, მაგრამ მას შეიძლება ძალიან სასტიკი შედეგები მოჰყვეს. რა იდეა? მე გეტყვით, რა რაც უნდა გავაკეთოთ.